საარჩევნო ნომრის გარეშე დარჩენილი ორი მსხვილი ოპოზიციური პარტია და 17 საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ განკარგულებას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ 14 პარტია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებულია, 3 კი ჯერ განხილვის ეტაპზეა. ამავე განკარგულებით ცნობილი ხდება ისიც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო ნომრები დაკარგეს და ცესკომ წილისყრით ისინი სხვა პარტიებს გადასცა. როგორია ოპოზიციის პასუხი და რა მოლოდინები აქვთ არჩევნებზე პოლიტიკურ სუბიექტებს. თამარ ციკლაურის რეპორტაჟი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შესაბამისად ახლა სწორედ ეს დრო აქვს საარჩევნო კამპანიისთვის იმ 17 პოლიტიკურ პარტიას, ვინც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა. რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტთა სიაში არ არიან ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. სწორედ ეს სამართლებრივი არგუმენტი გახდა მათთვის საარჩევნო ნომრების ჩამორთმევის მიზეზიც. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პოლიტიკურ გაერთიანებას ნომრების შენარჩუნების მიზნით ცესკოსთვის მიმართული ჰქონდა. თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომაზე გაირკვა, 4 ნომრით 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობას პარტია ქართველ ერთობა მიიღებს, ხოლო 5 ნომერი ჩვენი გაერთიანებული საქართველოს ერგო. რადგან ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ მოუმართავს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, შესაბამისად აღნიშნული რიგითი ნომრები იყო ვაკანტური, შესაბამისად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს წილისყრით მიანიჭა აღნიშნული ნომრები სხვა საარჩევნო სუბიექტებს. ჩვენს საერთოდ არ გვაინტერესებს 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის ბიულეტენზე ვინ იქნება წარმოდგენილი და რა ნომრით იქნება წარმოდგენილი. ასე იღებს ცესკოს გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა 5 ნომრის ჩამორთმევის თაობაზე. პარტიაში ახლა ირწმუნებიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არა ნომერი, არამედ იდეაა და ის ბრძოლა, რომელშიც იმყოფებიან და რომლის ბოლოსაც ხელისუფლების ცვლილებას გეგმავენ. მათთან ერთად ამ ბრძოლაშია კოალიცია ცვლილებებისთვის პოლიტიკური გაერთიანებაც, სადაც ირწმუნებიან, რომ ახლა ნომერს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ჩვენთვის ნომერი არ არის მთავარი. ჩვენთვის არის მთავარი ქართული ოცნების და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს და ჩვენ სახელმწიფოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს. ხოლო ის პარტიები, ვინც ამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, აღიარებული იქნება საზოგადოების მხრიდან, როგორც ბიძინა ივანიშვილთან სისტემურად მოთანამშრომლე პოლიტიკური პარტიები. ეს არის კიდევ ერთი დასტური, თუ რატომ არ უნდა მიიღოს არც ერთმა ჩვენმა პატრიოტმა თანამოქალაქემ მონაწილეობა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და დადგეს იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი, დადგეს ქუჩაში. იმიტომ რომ დღეს საქართველოს სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რომელსაც ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად მოვიტანთ. რაც მოძდით სწორედ საკუთარი, ასე ვთქვათ, დესტრუქციული პოლიტიკური ქცევიდან გამომდინარე. მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობაც და კოალიცია ცვლილებებისთვისაც ყველაფერში და მათ შორის მათთვის ნომრების ჩამორთმევის მიღმაც ქართულ ოცნებას ხედავენ, მმართველი გუნდი დამნაშავის ძიებას მათ საკუთარ პარტიებსა და ქმედებებში ურჩევს. რადგან როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ის რომ მაგალითად წლების განმავლობაში ფაქტობრივად პარტიის ბრენდად ქცეული 5 ნომერი ნაციონალურ მოძრაობას ჩამოერთვა, სხვისი არავისი ბრალი არაა თუ არა თავად პარტიის. კიდევ ერთხელ ნათლად იკვერთება, რომ აბსოლუტური დესტრუქცია, რასაც ნაციონალური მოძრაობა ატარებდა ქართულ პოლიტიკაში და ასე ვთქვათ, გარე კარდახს მინდობილი და დავალებებს მინდობილი, როგორ მიყავს პარტია თავისივე ფეხით სრულ დეგრადაციამდე. მით უმეტეს, როდესაც ნაციონალური მოძრაობისათვის ჩვენ ვიცით, რომ მთელი ამ 22 თუ 23 წლის განმავლობაში 5 ნომერი იყო მათი იდენტობის ერთგვარი მაჩვენებელი. ასე რომ ისინი კარგავენ ამ იდენტობას ამორჩევლის თვალში. საარჩევნო ნომერს ინარჩუნებს გირჩი, სადაც კანდიდატებზე შიდა მსჯელობა აქტიურ ფაზაშია. საბოლოოდ კი კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება შიდა პრაიმერისის შედეგზე იქნება დამოკიდებული. მათ მსგავსად უცვლელი ნომრებით იბრძოლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლელო ძლიერი საქართველო და გიორგი გახარიას პარტია, რომლებიც თავის მხრივ საერთო მერობის კანდიდატის დასახელებას გეგმავენ და როგორც ამბობენ ამ მიმართულებით აქტიური კონსულტაციის რეჟიმში არიან. თუმცა, გარდა ნეიტრალურ
საერთო კანდიდატზე მსჯელობისა განიხილავენ საკუთარ პარტიულ კანდიდატებსაც. ასეთად გახარიას პარტია გიორგი შარაშიძეს ასახელებს. ლელოს განსახილველ კანდიდატებს შორის კი ალეკო ელისაშვილთან ერთად როგორც ირკვევა მერაბ სეფაშვილიცა. ცნობილია რომ განიხილები, მაგრამ ჩემს გარდა კიდევ განიხილება სხვა კანდიდატებიც. ასე რომ პროცესი მიმდინარეობს და აქ არაფერი სანერვიულო არ არის. ბევრი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის შესაძლოა განიხილებოდეს მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც. ახლა ამაზე მე განსაკუთრებულ შეფასებას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შევთანხმდებით საერთო კანდიდატზე და ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს ერთობლივად. როდესაც შევჯერდებით საერთო კანდიდატებზე და ვიქნებით მზად საზოგადოებას გავაცნოთ ეს კანდიდატები, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. კრიტერიუმი არის ერთადერთი, ეს არის კონკურენტუნარიანობა, რომ რუსულ რეჟიმს ჩვენ დავუყენოთ კონკურენტუნარიანი კანდიდატები ყველა ქალაქში და ყველგან, სადაც ჩვენ შევდივართ ამ საარჩევნო ბრძოლაში. იქიდან გამომდინარე თუ რა სამარცხნო არჩევანის შესთავაზა პოლიტიკურ სპექტრმა თბილისელებს თბილისში უპატივცემულობას იქნებოდა ამჩულის მიმართ, რომ სწორი არჩევანი არ შევთავაზოთ. რადგან ჩვენ წავაგეთ მე თბილისის მერობის კანდიდატს, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ხარდაჭერების მერე არჩეული კანდიდატი, ამიტომ უკვე გაიხსნა პრაიმერისი და აგვისტოს ბოლომდე იქნება შიდა პარტიული დებატები მსურველებს შორის და უკვე აგვისტოს ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო კანდიდატი. 8 ნომერს ინარჩუნებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პატრიოტთა ალიანსი, სადაც კანდიდატებზე მსჯელობა უკვე დაწყებული აქვს და უახლოეს პერიოდში წარდგენასაც გეგმავენ. წილის ყრით ერგო 7 ნომერი თავისუფალ საქართველოს, სადაც არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არსებულ პოლიტიკურ გარემოს ასახელებენ და თვლიან, რომ მოქალაქეებს ახალი პოლიტიკური არჩევანი სჭირდებათ. კანდიდატებზე მსჯელობენ მწვანეთა პარტიაში, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებზე 12 ნომრით იბრძოლებენ. მერობის კანდიდატების საკითხი გვაქვს, ახლა პოლიტიკური კომიტეტი მწვანეთა პარტიის ვჯერლობს ამ საკითხზე. რამდენიმე კანდიდატი გვყავს, ერთ-ერთი მეცავა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ განვაცხადებთ, ვინ იქნება ჩვენი თბილისის მერობის კანდიდატი. ამავე დროს უკვე მზათა გვაქვს ჩვენ ესე ვთქვათ, საკრებულოს წევრთა სიას. ვის ციცით, რომ თქვენს კონკრეტულ რაიონში, თქვენს კონკრეტულ უბანში არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ უბნის პრობლემების ყველაზე უფრო კარგად გადაწყვეტა. ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს რა პოლიტიკური პლატფორმის მატარებელია, მემარცხენე იქნება ის ადამიანი თუ მემარჯვენე. მოგვიყვანეთ, შეგვატყობინეთ ასეთი ადამიანების შესახებ და ჩვენ მას დავაყენებთ შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ან მაჟორიტარი კანდიდატის თანამდებობაზე. არის ჩვენთან გამოკვეთილი ორი კანდიდატი, მე არ მინდა მოვლენებს წინ გავასწრო. დამოკიდებულია ბევრი რამ იმაზე, რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები. ქართულ ოცნებას ახლა აქვს შანსი, რომ საარჩევნო გარემოს ოდნავ მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოს. უპირველეს ყოვლისა, ალბათ ჩვენ უნდა დაგვიბრუნოს ის წართმეული კომისიის წევრი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ ჩამოგვართვა. მით უმეტეს, რომ ამის შანსი რეალურად მას აქვს. ამ დროისთვის ერთადერთი საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც უკვე არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარდგენილი ჰყავს, მმართველი გუნდია. ქართული ოცნების მთავარი მიზანი ახლა 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაა. ამ ფონზე კი ოპონენტებს სტრატეგიას უწუნებენ, როგორც მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ისე მათაც, ვინც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ის რაც ოპოზიციამ თავის თავს დამართა და რა შეურაცხყოფაც მან საკუთარ ამორჩეველს მიაყენა მათი ნების ესეთი ასე ვთქვათ უგულობელყოფით განპირობებული არის სწორედ აქედან მათი ესეთი მძიმე მდგომარეობა. ამიტომ მათ ეხლა კარგი არჩევანი არ აქვთ და რა პიროვნებაც არ უნდა დაასახელონ, მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნება არც თბილისში და არც სხვა 64 მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვახსოვს მცდელობა ნაცი მომღერალი შემოიყვანათ თამაში და ეს ყველაფერი საკმაოდ სავალალოდ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის ბურჭულაძის გულისხმობ. ახლა თუ აქცენტს სხვა ნაცმომღერალზე გაამახვილებენ და ფსონს დადებენ, შედეგი იქნება ანალოგიური და იმაზე უარესი. ასე რომ რეალურად რადიკალებისთვის თვითმმართველობის არჩევნების ბოლო არის ფინალური ეტაპი, არის სრული მარცხი 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების საარჩევნო ნომრების განსაზღვრის გარდა დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრიც აირჩია.